ირაკლი ხელაძე საპარლამენტო უმრავლესობის ქართული ოცნების წევრი არის ჩვენი სტუდიის სტუმარი. მოგესალმებით ადონ ირაკლი, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოდი პირველ რიგში საუბარი დავიწყოთ კორუფციის ბრალდებით დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის თემით. ჯუანშარ ბურჭულაძის დაკავების პარალელურად დაისვა გაჩნდა ბევრი კითხვა იმაზე, რა მასშტაბი შეიძლება ქონოდა სახელმწიფო უწყებებში კორუფციას, ან შესაძლოა თუ არა ეს დაკავება გახდეს სხვა ბრალდებულების გამოვლენის წინაპირობა. თქვენთვის რა გამოაჩინა ამ ფაქტმა, რა კითხვებს აჩენს ეს დაუშვათ თქვენს გუნდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მისამართით, რა კითხვები შეიძლება გააჩინოს თქვენი გუნდის მხარდამჭერებში, როცა მსგავსი ბრალდებით ხდება დაკავება პოლიტიკური თანამდებობის პირის და შეიძლება თუ არა, ან რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომავალი პრევენციული ეფექტისთვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოდიშ გიხდით მცირედი მიკროფონი ჩამოვარდა თქვენითაც შეგიძლიათ მე მგონი დაიმაგროთ. დიახ, ყველაფერი იქზეა. მგონი გამოვასწორეთ. კი ბატონო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპაში საუკეთესო სამეულში მოხდეს. ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა ახალმა პრემიერ-მინისტრმა მოსვლისთანავე ირაკლი გობახიძემ და გამოუცხადა კორუფციას უკომპრომისო ბრძოლა. რაც შეეხება ამ ბრძოლასთან, ამ მიმდინარე პროცესში თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე, რა თქმა უნდა ეს ძალიან საყურადღებოა ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ყოფილი თანამდებობის პირი, ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი თუ სხვა ნებისმიერი პირი. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მთავარია პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს აი ამ მსგავსი ტიპის დაკავებებს და რაც თავარია სამომავლოდ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომ კორუფციული ბრალდებებით, კორუფციული ნიშნებით არ ღებულობდეს ზიანს ჩვენი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენ თვითონვე გავაჩინეთ და მივეცით საზოგადოებას იმის განცდა და მათ შორის კითხვების გაჩენის საბაბი, რომ ჩვენ ხო შეგვეძლო ვთქვათ ჩვენი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიმართ მსგავსი ბრალდებები არ წამოგვეყენებინა, უпростоრად მართლმსაჯულებას მსგავსი ბრალდებები არ წამოეყენებინა და შესაბამისად საზოგადოებაშიც დამატებითი კითხვები არ გაჩნდება. თუმცა ეს არის ზუსტად ის, რომ არ ვერიდებით არც კითხვებს, არ ვერიდებით არც რეაქციებს, პირიქით ღია ვართ მსგავს საკითხებზე სასაუბროთ და რა თქმა უნდა მიზანი არის შემდეგი, რომ მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად საქართველოს მოწინავე უნდა იყოს კორუფციასთან ბრძოლაში. გასაგებია. მოდით გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მეორე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ხო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე გვაწვდის ინტენსიურად ინფორმაციას. დღეს დამატებით შევიტყვეთ გუშინ გასაჯაროებულ მიმდინარე გამოძიებაზე, ეგრეთ წოდებული ჰექსოგენის საქმეზე, რომ ამოღებული ნივთიერების საბოლოო ლოკაცია ამჟამად გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით როგორც იკვეთება, ეს შესაძლოა ყოფილიყო თბილისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი და ახლა მიმდინარეობსო მუშაობა დავადგინოთო, როგორც დღეს გითხრეს, აქვს თუ არა ამ ფაქტს კავშირი 4 ოქტომბრის გეგმებთან. მოდით ვისაუბროთ იმაზე, აი ამ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გაასაჯაროვა გამოძიებამ, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, ან რამდენად ქმნის ეს ინფორმაცია, რაც საჯაროა, ვარაუდებს მოსალოდნელ ესკალაციაზე. ყველა შემთხვევაში ეს განკუთვნილი იყო საქართველოსთვის, განკუთვნილი იყო სხვა ქვეყანაში მოსახვედრად, ყველა შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იმუშავა ძალიან მაღალ დონეზე და სერიოზული საფრთხე არიდა ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ამის განგრძობით ხასიათს, ჩვენ წინა პერიოდების განმავლობაში უკვე აქტიურად ვისმენდით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ოქტომბერი იყო მშვიდობიანი დამხობის თარიღი და მობილიზაციას ახდენდნენ ისინი საკუთარი ამომრჩევლის, ცდილობდნენ რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თურმე მშვიდობიანი დამხობაც შესაძლებელია. ერთი რაც შეიძლება ითქვას, ვერავის დღევანდელ სახელმწიფოში, დღევანდელ საქართველოში მსგავსი მიზანი ვერ ექნება შესრულებული.
ყველას აბსოლუტურად გაეცემა საკადრისი პასუხი, რაც შეეხება ხაბეიშვილის კავშირს ამ თემასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, რომ ნებისმიერი განვითარება მოყვეს ამ ფაქტს. თქვენ არ ვიცი ნახეთ თუ არა, პრაიმ ტაიმმა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინა ხელისუფლების პერიოდში ბაჩუახალაიას სახლში თურმე იმართებოდა რაღაცა შეხვედრები კონსპირაციული, მით უმეტეს უკრაინიდან წამოსულ აი ამ საფრთხესთან დაკავშირებით თავისთავად ჩდება კითხვები, იმიტომ რომ წინა წლების განმავლობაში ჰქონდათ მცდელობები, რომ ყოფილი პრეზიდენტის გამოგზავნით ჩვენს ქვეყანაში რაღაც არეულობები მოეწყოთ და შესაბამისად გამოძიებამ უნდა დაადგინოს, უნდა გაცეს პასუხი, თუ რისთვის იყო ეს ასაფეთქებელი ნივთიერება განკუთვნილი და რა საფრთხეები არის და სახელმწიფო უსაფრთხოების კი ბატონო, ვიდრე გამოძიება იტყვის, რა პირდაპირ კავშირი შეიძლება არსებობდეს 4 ოქტომბრის არჩევნებს და ამ დღესთან დაკავშირებულ გეგმებთან, აი ეს ჰექსოგენის კვალს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს, აი ამ დღის დაანონსებული აქციის და ეგრეთ წოდებული ეს მისი ფრთიანი ფრაზაა, ხომ, მშვიდობიანი დამხობის დამაანონსებელი ლევან ხაბეიშვილი არის დაკავებული. თუმცა ბრალდებამ, რომელიც მის წინააღმდეგ არის წარდგენილი, მის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებში გააჩინა განცდა და ვხედავთ აი საჯარო განცხადებებს და მტკიცებებს, რომ ეს არის აბსურდული ბრალი, რადგან საჯარო დაპირება ფულის წახალისებისა ვერ ჩაითვლება ამის შეთავაზებად. აი რამდენად აბათილებს არსებული და წარდგენილი მტკიცებულებები თქვენი შეფასებით ამ ნარატივს, იმიტომ რომ ალბათ არ არის გამორიცხული და თქვენთვისაც მოსალოდნელი იქნება, რომ აი ამ დაკავებას აუცილებლად მიეცემა პოლიტიკური დატვირთვა და ეს შეიძლება გახდეს კიდევ ერთი კრიტიკის ტალღის საბაბი პოლიტიკური ხელისუფლების მისამართით. თემას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ, რომ ნებისმიერ დაკავებაზე, ნებისმიერ ამბავზე ცდილობენ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული დაუდონ. მით უფრო, როდესაც ეს დაკავებული არის პოლიტიკური პარტიის ახლა ამ ფაქტთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება იქნება. ლევან ხაბეიშვილი ამჟამად ამ ეტაპისთვის დაკავებულია კონკრეტული სისხლის სამართლის მუხლით, რომელიც გულისხმობს ესე ქთამის დაპირებას, რომელიც ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. უკვე რა კავშირი ექნება შემდეგ ამ პროცესებთან ხაბეიშვილს, ამას ყველა ერთად გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ყველა ერთად ვიხილავთ. რაც შეეხება ახლა კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თუნდაც გამოძიების სტანდარტი იყოს მაღალი ხარისხის, საზოგადოება იყოს ინფორმირებული, ახლა გააჩნია ვინ რომელ მხარეს არის, ვინ რომელი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერია, შესაბამისად ისმევა კითხვები. ამ პროცესს, რომ ხაბეიშვილი დღეს არის დაკავებული იმის გამო, რომ ის მოუწოდებდა სამართალდამცავებს, რომ არ შეესრულებინათ კანონიერი ბრძანებები და ამისთვის სამი სანაცვლოდ ისპირდებოდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რაღაც კონკრეტულ თანხებს და ამას მოყვა ხაბეიშვილის დაჭერა და დაკავება ამ პროცესს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ყავს. ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ ესეთი ფაქტები ზოგადად სახელმწიფო წყობილების რაღაცა აი ამ შინაარს საფრთხეს უქმნის და შესაბამისად ყოველთვის სახელმწიფოს უნდა ქონდეს შესაბამისი რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ აი ამ განგრძობით ხასიათში პროცესში აუცილებლად გამოიკვეთება სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობა და შესაბამისი პასუხი გაიცემა. ბატონო ირაკლი, თვეზე ნაკლები დრო რჩება არჩევნებამდე და პრინციპში ჩვენი უახლესი ისტორია მოწმობს იმას, რომ წინასაარჩევნო პერიოდი აბსოლუტური სიმშვიდით არასდროს არ გამოირჩევა, მაგრამ აი ოპოზიციის ერთი ნაწილის მზადება 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული რევოლუციისთვის, ოცნების საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირებები, ხომ და ზოგადი ეს რადიკალიზაცია, პოლარიზაცია ვხედავთ, რომ საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს. აი ამ დღებმა გვაჩვენა ადამიანებში ზიზღის ძალიან მაღალი ხარისხიც, ხომ? აი ამერიკელი აქტივისტის მკვლელობაზე გამოხმაურებები, გედევან ფოფხაძის განცხადება, რაც დღეს ასევე გახდა პოლიტიკური შეფასებების მიზეზი. აი ამ პირობებში თან მაშინ, როდესაც აი მაგალითად არჩევნებზე დაკვირვებას აღარ აწარმოებს ამ არჩევნებზე უთოსადამკვირვებლო მისია. აი ეს როგორ წარმოგვიდგენს წინა და პოსტსაარჩევნო რეალობას, პოლიტიკურ რეალობას და შემდეგ მის ასახვას საზოგადოებაზე, რომლის სამწუხარო შედეგებსაც უკვე ვხედავთ. აქ მთავარი არის მზაობა აი ამ კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემომ ჩაიაროს
მაქსიმალურად მშვიდ რეჟიმში, თუმცა საპირისპიროდ ვხედავთ ჩვენ, რომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბს ყოველ საღამოს თავს ესხმიან, მიდიან ორგანიზებული ჯგუფები, ეს ფაშისტები, ჩვეულებრივი ფაშისტები, რომლებსაც პირდაპირ დავალება აქვთ მიღებული გარედან, რომ ადამიანებზე შეურაცხყოფით მოიპოვონ რაღაცა დაფინანსება, ჩვენ ნახეთ რამოდენიმე დღის წინ თუ ზოგადად ეს ყველაფერი ემსახურება ისევ იმ სიტუაციის დაძაბვის მცდელობას და დარწმუნებული ვარ, რომ კავშირშია ზუსტად იმ განცხადებებთან, რასაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით აკეთებდნენ, მათ არ აწყობთ მშვიდი გარემო, მათ არ აწყობთ საარჩევნო კამპანიის მშვიდად ჩატარება, ისინი უფრო მომგებიან პოზიციაში არიან, როდესაც დაპირისპირების რეჟიმში გადადის სიტუაცია. თუნდაც ქართული ოცნების მხრიდან თქვენ ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება ეუთო ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი სპეკულაციებისთვის მათ სივრცე აღარ დარჩენოდათ. თუმცა ამასაც მოყვა რაღაცა ისეთი არასტანდარტული პასუხი მათი მხრიდან, თუმცა ისიც სახსენებელია, რომ არსად არც ერთ ქვეყანაში ეუთო ოდირი არ აკვირდება თვითმმართველობის არჩევნებს. ეს ნაბიჯიც გადავდგით, ეს შეთავაზებაც გავაკეთეთ, მაგრამ მათი მხრიდან სამწუხაროდ საპასუხოდ იყო უარი. ესეც იმ პოლიტიკის ნაწილია, რასაც საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული ეს ბიუროკრატები თუ სწორ პოზიციას დააფიქსირებენ და სამართლიან პოზიციას დააფიქსირებენ, ზეწოლას ღებულობენ აი გავლენიანი ჯგუფებისგან, deep state-ის პირდაპირი ხაზისგან, რომ რაღაცა მათთვის სასარგებლო არ გაკეთდა და პირიქით საქართველოსთვის ესეთი მისაღები განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისთვის მისაღები დასკვნები და განცხადებები გაკეთდა. შესაბამისად, ეხლა როგორ წარიმართება 4 ოქტომბრამდე ეს პროცესი ცოტა რთული სათქმელია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ჩატარდეს მშვიდ რეჟიმში, მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააფიქსირონ თავისი არჩევანი და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდ სტაბილურ გარემოში ცხოვრება. აი ამ ახსენებულმა განცხადებებმა მზის ღის და სიზულვილის წახალისების კამპანია, მათ შორის თუნდაც კონკრეტულად გედემონ ფოფხაძის განცხადებებმა კიდევ ერთხელ გააქტიურა და წამოსწია წინა პლანზე მართველი გუნდის მიერ დასმული კითხვები ელჩებთან დაკავშირებით, იმ სხვადასხვა დიპლომატთან, მათ შორის გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, რომლებიც გარკვეულწილად მხარს უჭერენ ხოლმე იმ აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდეგ მსგავს განცხადებებში არიან შემჩნეული. აი ამ კითხვებზე პასუხების სანაცვლოდ ჩვენ დავინახეთ პირიქით მათი მხარდამჭერი განცხადებები, თუნდაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დღეს ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა ასევე განცხადება და აი ამ კითხვებზე პასუხის სანაცვლოდ ჩვენ დავინახეთ, რომ პირიქით ხდება დადანაშაულება ქართული ოცნების, რომ ისინი თავს ესხმიან უსაფუძვლოდ ელჩს. აი ასეთი კომუნიკაციის პირობებში გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ, თუნდაც დასავლეთთან, როდესაც ჩვენ ვართ აი ამ ურთიერთობის გადაწყვეტა გადატვირთვის მოვალეობაში. ცნობილი ორმაგი სტანდარტის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ქართულ ოცნებასთან მიმართებაში, სამწუხაროდ არც ერთი დიპლომატის, არც ერთი ელჩის მხრიდან არ ხდება ქართული ოცნების მომხრეებზე, ქართული ოცნების წევრებზე, შტაბებზე, თავდასხმების შემთხვევაში შესაბამისი განცხადებების გაკეთება და მეტიც დღეს ვნახეთ გავრცელდა კადრები ევროკავშირის ელჩი, ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ აგრესიულ აქტივისტს გურიაში ესტუმრა და მათი მეტი კი არაფერი არ არის წახალისება რადიკალიზმის. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ადამიანებმა არ შეიზღუდონ თავი და პირიქით უფრო მეტი თავისუფალი ქმედება ქონდეთ აი ამ რადიკალიზმში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი მოკავშირე აი ამ პროცესში ქართულ ოცნებას ყავს საზოგადოება, ჯობია საზოგადოების ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, ვიდრე ვთქვათ აი ეს მოჩვენებითი მხარდაჭერა, რაც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურ აქტივისტებს და შესაბამისად ეს რადიკალიზმის წახალისება, ეხლა თქვენ გედევან ფოფხაძის განცხადება ახსენეთ, ხო, ადამიანი პირდაპირ ეთერში იძახის, რომ მეო გამიხარდებაო, ბიძინა ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხავენ და დაწოვენო. არ მეწინებაო. ხო, არ მეწინებაო. ხო, არსებითად არ იგივეა, ანუ არა აქვს ნიშნულობა, ამათ ამ ხალხს შესაძლებლობა რომ ქონდეთ, შეიძლება ყველა დავეხოცეთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და თვითონ გაეგრძელებინათ ცხოვრება ქვეყანაში, ხო? აი კარგი მაგალითია, რაც ამერიკაში მოხდა ადამიანმა, რომელმაც
მთელი თავის ცხოვრება დაუთმო აი ამ ნეოლიბერალიზმთან ბრძოლას, აი ამ ნეოფაშიზმთან ბრძოლას, ვიღაცას არ მოეწონა ამ ადამიანის პოზიცია და ერთი ხელის მოსმით მარტივად მოიშორეს, ხო? შესაბამისად, დღეს მიდის ძალიან დიდი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის მთელ მსოფლიოში. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვდგავართ ნათელ მხარეს, ეს ადამიანები თავისი რადიკალური ჯგუფებით, თავისი იდეოლოგიებით, თავისი მცდელობებით დგანან ბნელ მხარეს და აუცილებლად გაიმარჯვოს ის მხარე, რომელზეც ქართული საზოგადოება დღეს მყარად, ჩამოყალიბებულად მდგარი და აუცილებლად გაიმარჯვოს ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი ხელაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გახდათ ჩვენი სტუმარი, ჩვენ ახლა განვაგრძობ